რა ხდება ყოველთვის ინტერესდება ხალხის აზრით. ახლოვდება თვითმმართველობის არჩევნები და ჩვენ ვეცდებით გავიგოთ რა ხდება თბილისში. რა ხდებოდა 8 წლის წინ და რა ხდება ახლა. რა აწუხებთ, რა მოსწონთ და რა იდეები აქვთ ადგილობრივებს. ჩვენ უბანში, ნახალოვკაში, ნაძალადებში იგრძნობა, რომ ადამიანი პატრონი ყავს რაიონს. აი, ყველაფერი ესე იგი ეს დაწყებული სუფთავისგან, აი, ბაღში შემოსვლა გაგეხარდება, იმიტომ რომ მიშვებული იყო ყველაფერი და არ აინტერესებდა ხალხს, აი, შემოსვლას არ შეიძლებოდა ისეთი ამბები ტრიალებდა. სახიფათოც იყო სხვათა შორის აქციარული. და ისეთი არეულობა, ისეთი ხალხი იკრიბებოდა, ისეთი. ეხლა შედარება არ არის და ეხლა ძალიან კაია რომ მოკლედ რა. შვილიშვილებს ძალიან უყვართ აქ მოსვლა და კი არა გვეხვეწებიან ხოლმე რომ წავიყვანეთ სახლთან ახლო არის და ძალიან დიდ სიამოვნებას ღებულობენ ბავშვები. აქ შემოსვლა სირცხვილი იყო. მშობელს რო დაენახა რომ კიკვიძის ბაღიდან გამოდიოდი, სახლში აღარ შეგიშვებდა. აქ ვერ შემოხვიდოდი შიშით. ნუ არ ღამე ხო ლაპარაკი ზედმეტია, მაგრამ დღეც კი ვერ შემოხვიდოდი. ისეთი მდგომარეობა იყო აქ და ეხლა რას ლაპარაკობთ, ასე მგონია რომ თბილისში საუკეთესო პარკია. მოვლილი, მოწესრიგებული, ისე უვლია რომ აი საკუთარ ეზოს არ უვლის ადამიანი. პირადად მე აქვე ვცხოვრობ და დღეში ორჯერ სასეირნოდ გამოვდივარ აი ამ პარკში, რომელშიც ადრე შემოსვლა სირცხვილად ითვლებოდა. ველოდები შვილიშვილი მყავს ახალი გათხოვილი და მინდა რომ ჩქარა ეყოლოს ბავშვი, რომ ყოველ დღე გამოვიყვანო, ვასეირნო, მეც ვისეირნო მასთან ერთად და რა ვიცი, აი ესე გავატარო სიბერე რო იტყვია. კარგია რომ ეს ხულები ინგრევა და ახალი კორპუსები შენდება, მოთხოვნადი უბანი ხდება, რაღაც რო იხსნება აქ მაცხოვრებლები ძალიან გვიხარია. თქვენ ახალგაზრდები, ჩემი შვილები, შვილიშვილები და შვილთა შვილიც უნდა უკეთეს და უკეთეს ქალაქში ცხოვრობ. აქ არ შეიძლებოდა შემოსვლა. მღრნელები, ქვეწარმავლები, ჩხუბი, საშნელი სიბინძურე, მაგრამ დღეს სიამოვნებით მოვდივართ ყოველ დღე. მე კმაყოფილი ვარ აბსოლუტურად ყველაფრით. მთავრობის, ქალაქის მერის, არ მინდა ეს პოლიტიკური იყოს, მაგრამ ფაქტია, ნუ პოლიტიკოსი თუ არაა და სახელმწიფო თუ არაა, ვერც განვითარდება, ვერც ქალაქი და ვერც ქვეყანა. შეძლების და გვარად ვითარდება და კმაყოფილი ვარ, კი ბატონო. არ იყო განვითარებული, არ იყო ესეთი საქანელები, არც ის არ იყო და ანუ უფრო მიტოვებული ადგილისავით იყო რა. უფრო კარგად ვითარდება ბავშვებისთვის, უფრო უსაფრთხოა გასართობი და ხო რა. ადრე ძველი იყო რა, ანუ შესაფერისი არ იყო რა. პროსტა ეხლა ანუ კარგია რა, ლამაზია. ახლა ძალიან პოპულარულია, უფრო მეტი ხალხი მოდის აქ და ჩემთვის ძალიან მაგარია. ადრე უფრო იშვიათად მოვდიოდი ხოლმე, მაგრამ ახლა ძირითადად ძალიან საყვარელი აქტივობა გახდა ჩემი ოჯახისთვისაც, ჩემი მეგობრებისთვისაც და ნუ შეიძლება კიდე უფრო მეტი მაღაზიები დაემატოს, უფრო გასართობი რამეები. კი, იქითაც ძალიან კარგი რაღაცები გავკეთეთ ბავშვებისთვის, მაგრამ უფრო მეტი შეიძლება დავამატოს სიტყვაზე ამ ხარეს, მაგალითად უფრო მეტი მაღაზია გავაკეთოთ და ეს ეკონომიკასაც შეუწყობს და რა თქმა უნდა ამ პარკის გაზასაც. პერიოდიც იყო, რომ საშინეულება იყო და აქ შემოსვლაც არ შეიძლებოდა. ეგ პერიოდიც იყო, არა რას ნამდვილად ეხლა ბავშვებისათვის ძალიან კარგია და კარგი გარემოა. აქ ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო. აქ გამოსვლა ნამდვილად არ იყო სასურველი, უსაფრთხოება არ იყო და ძალიან ცუდი წარმოდგენა ჰქონდა მოსახლეობას. აქ ესე ადვილად ვერ გამოვდიოდით ნამდვილად.
ქალაქში როგორ იცვლება ბევრი რამე შესაძლებელია ეს ძველი კორპუსები დასანგრევია და შესანაცვლებელია, მაგრამ სკვერების მხრივ ძალიან კარგი მდგომარეობაა. მე აქ ახლოს ცხოვრობ და ძალიან კარგია, რომ ასეთი სკვერი გვაქვს და შეგვიძლია გამოვიდეთ თხის ნებისმიერ დროს და დავისვენოთ. მე წლის წინ ყველაფერი ცუდად იყო თითქმის საქართველოში. არა, 15 წლის წინ სააკაშვილის დროს ძალიან ცუდი სიტუაცია იყო. გამიშვი დამიჭირე, სემა ტყეპა. ტენისის თამაში აქვს, გასართობი არ იყო, ქვემოთ იყო ტენისი. ნუ ეხლა კაი სიტუაციაა. ჭაობი იყო. თლიანად თავიდან ბოლომდე იყო ჭაობი. საშინელება. ვინც კი რემონტს აკეთებდა, აქ იყრებოდა ყველაფერი. სუნი ფანჯარას ვერ ვაღებდით. ყოღო, მცურავი. ეხლა რა, ზღაპარია ეხლა. ზღაპარი ღმერთო გაახარე იმის გამკეთებ. 40 წელი აქ ცხოვრობ და კარგად მახსოვს რაც იყო მეტი 40 წელზე მეტი. აქ იყო ჭაობი, გაუვალი, რა ვიცი, კამიშები, საშინელი უკაცრავად სუნი იდგა, გავლა იყო შეუძლებელი და მოკლედ არაფერი კარგი არ ხდებოდა. ნუ თბილისი როგორ იცვლება და რა თქმა უნდა უკეთესობისკენ. ხალხი არ ნანობს იმას, რა არჩევანიც გაკეთებული აქვს ყუთებთან, საარჩევნო ყუთებთან და კიდევ უფრო იზრდება მომავლის იმედი და განწყობა ზოგადად, აი მაგალითად ეს პარკიც ამაზე მეტყველებს ხალხი, ახალგაზრდები ჯამთელი ცხოვრების წესს კიდევ უფრო უახლოვდებიან და ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ყისიერი რეაგირება საყოფაცხოვრებო პრობლემებთან დაკავშირებით ეს ყველაფერი თვალნათელია რა და მოკლედ ცხოვრება წინ მიდის. ზოგადად განწყობა შეიცვალა ხალხის რა, ეხლა წარმოიდგინეთ ხა აქ აი ამ სკვერში როგორ შეიძლება კაცი რომ გაისერინებს იმას მე დადებითი განწყობა არ კონდეს სამყაროს მიმართ. მე ეს უკვე აისახება საქმიანობაზე, ურთიერთობებზე და ასე შემდეგ. შემიძლია თქვა რომ იყოს გადათხრილი ყველაფერი ალბათ რავი აი უფრო რაღაც უდაბნოს წააგავდა რა მერე დაიწყეს გაკეთება და რავი აი ესეთი მშვენიერი ადგილი გახდა თითქმის ყოველდღე აქ ვარ ვარდიშობ მოწაფეებსაც აქ ვარდიშებ რავი ვფიქრობ რომ მათთვის ვისაც უნდა ბუნებასთან ახლოს იყოს პიკნიკზე გამოვიდეს ივარჯიშოს რა იდეალური ადგილია ვითარდება რა თქმა უნდა უკეთესობისკენ მიდის, თუმცა კიდე უფრო მე ვფიქრობ, მაინც ბევრი რაღაცა გასკეთებ განსაკუთრებით სპორტსმენებისთვის რა, იმიტომ რომ აი მოედნები უფრო მეტი უნდა იყოს. ერთი მაგას ვიტყოდ. დარჩენი რავი, კაია რომ ბევრი ესეთი პარკი კეთდება, აი ზიურის ანალოგია და ანუ კიდე ვიცი რომ კეთდება იქაც ძველი პოდრომზე საბურთალოზე, ძალიან კაია. ოსო მეტი კალბურთის და მეგურთის მოედნები, რომ კიდე უფრო განვითარდეს სპორტი ჩვენ ქვეყანაში. კიდე გავაკეთებდი ბევრ ძაღლების თავშესაფარს. სადაც ხალხი მივიდოდა, მოეფერებოდა, რავი, ზოგი წაიყვანა და ასე შემდეგ. ამ პარკის ადგილას მოულელი იყო ყველაფერი. ყოველთვის ელოდებოდა ხალხი რომ გალამაზდებოდა, პირდებოდნენ სხვათა შორის და ეხლა უკვე ძალიან კმაყოფილი და გახარებულია ყველა, რომ აი ესეთი კარგი სასეირნო საშუალება მოეცა მოხუცებს, ბავშვებს, ახალგაზრდებს და რა ვიცი, კმაყოფილი ვარ ძალიან. ძალიან მოგწონს ჩემი ოჯახის წევრები კიდე გლდანში ცხოვრობენ, ულამაზესი პარკი აქვთ გაკეთებული, ისეთი კმაყოფილია ყველა ბავშვი, დიდი, პატარა, საოცარი სიტუაცია. ძალიან კმაყოფილი ვართ. იცით რა არის? მე ჩემთვის ქალაქი იცვლება როგორ. ძალიან ბევრი რამ კეთდება, მაგრამ ყველა უბანი ერთნაირად არ არის მოვლილი. ამაზე მწყდება გული. მე ყველაზე ძალიან ის მაღიზიანებს მოულელი რომ არის. აი სიგარეტებს რომ ყრიან, რომ ბინძური, აი ამას ვერ ვეგუები. ამდენი სანაგვეყუთია ჩააგდო ხო შეიძლება.
სიმართლე გითხრათ არ მახსოვს როგორი იყო, მაგრამ ხედავ დღეს როგორია და ემეთ ძალიან კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ მე ხშირი და აქტიური სტუმარი ვარ, შეიძლება ითქვას ამ პარკის და დღევანდელი მდგომარეობით ძალიან კმაყოფილი ვარ. საზოგადოებრივი ტრანსპორტის კუთხით, სკვერების კუთხით, გამწვანების კუთხით, ან რაღაცა შეიძლება გაუარეს და კიდე შიგადაშიგ მაგალითად გზები დავიწრო და მაგრამ მე მაინც ფიქრობ, რომ აქაურობა ძალიან კარგი რეკრეაციული ზონაა და რეკრეაციული ზონა ჯანმრთელობას უწყობს ხელს რაღაცა გაუმჯობესებული ჰაერია იმ საცობების, აი იმ გამონაბოლქვების და მანქანების პირობაზე ქალაქში არის აი ჰაერივით საჭირა და ეს სუფთა და ჯანსაღი ჰაერი და რეკრეაციული ზონა უნდა იყოს ძალიან ბევრი და ამ სკვერის და ამ დიდი პარკის მაგალითზე ვფიქრობ, რომ ბევრი ასეთი უნდა გაშენდეს და ეს არის აუცილებელი ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის და ზოგადად ნებისმიერი ადამიანისთვის. ამ პარკის ადგილას იყო ნაგავსაყრელი ჩვეულებრივი. არაფერი კარგი არ ხდებოდა აქ. კარგია რა თქმა უნდა, ბავშვებს აქვთ გასართობი და რეკრეაციული ზონა ელემენტარულად და შეგვიძლია გამოხვიდეს საღამოს, გამოისეინო და სუფთა ჰაერი ისუნთქო. საშინელება იყო, ჭაობი იყო. სიბინძურე. ყველაფერი თუ კი რამე უარყოფითი შეიძლება აქ იყო. მე კმაყოფილი ვარ, მიდის წინ. შეიძლება ისეთი ტემპებით არა, მაგრამ მიდის. სასიამოვნოა, გულს უხარია, სულს უხარია. რაღაც რომ კეთდება. რავი, ხრეში, ნაგავი, რაც კი საშინელება იყო, ყველაფერი აქ ეყარა. კარგისკენ მიდის ყველაფერი, კარგად ვითარდება. ბავშვები ერთობიან, ხალისობენ, რავი. ძალიან კაი სიტუაცია. მეგობრებთან ერთად დავდივართ ხოლმე და რავი, კარგად ვერთობით. თქვენ წადიხართ ხოლმე? დიახ. კი, ყოველდღე თითქმის აკვარ.